მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დავასრულე პირველი ეტაპი, ასე ვთქვათ, ალოე ვერას მიღების. ერთი კურსი დავასრულე დღეს. როგორც ყველა ქართველს, ისევე მეც მქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემა. ისეთი როგორიცაა გულწმარვა და ზოგჯერ მოუნელებლობის შეგრძნება. ზოგადად ალოე ვერას ძალიან ბევრი დადებითი თვისებები აქვს, მაგრამ აი კონკრეტულად კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე ძალიან დადებითად მოქმედებს. თითქმის ყოველ დღეს ვსვამდი სოდიან წყალს. ავი 10 დღეა სოდიანი წყალი არ დამილევია და თავს უკეთესად გრძნობ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ დავდექი დიეტაზე. ვარი უთხარი მარილიანს, წიწაკიანს, ალკოჰოლს და მინერალურ სასმელებს. ამანაც, რა თქმა უნდა, თავისი როლი შეასრულა, მაგრამ ამით ალოე ვერას როლის დაკნინება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქვე მინდა ერთი დადებით მოვლენაზე უშუალოდ აი ალოე ვერას ეფექტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. თითქმის რაც ალოე ვერას დალევა დავიწყე, გამიქრა მოთხოვნილება ტკბილეულისადმი, შაქრისადმი. აქამდე ჩაი ძალიან მიყვარს და ჩაის ვსვამდი 4-5 კოშს შაქარს უკეთებდი. ეხლა საერთოდ უშაქრო ჩაის ვსვამ და ეს ძალიან კარგი მოვლენაა. ზოგადად შაქრის მიღება სასარგებლო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აქედან გამომდინარე, თქვენც მოგიწოდებთ, რომ შეიძინოთ ალოე ვერა და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას. მიიღოთ ალოე ვერა, განიდიდროთ თქვენი ორგანიზმი ვიტამინებით, მინერალებით და ასე შემდეგ. ვისაც გაგიჩნდებათ შეძენის სურვილი, მომწირეთ პირადში ან დამირეკეთ ტელეფონზე, მობილური მითითებულია პოსტზე.